დღეს დაბა ბაკურიანმა კიკბოქსინგის ტურნირს ბაკურიანი 2014-ს უმასპინძლა, რომლის დევიზი იყო კიკბოქსინგი ნარკომანის წინააღმდეგ. ბაკურიანი 2014 გარდაცვლილი სპორტსმენის ლერი ლომიძის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირს ორგანიზება გაუწია კიკბოქსინგის კლუბმა მგლები. მიხეილ ავაკიანმა ჩვენმა ბაკურიანმა კრივში იმუშავა, ასევე რობაქიძე ნოდარი ჩვენი ბურჯომიდან, ასევე მოიგეს დავით მაღრაძემ, გიორგი კურტანიძემ და გიორგი აბრამაშვილმა. წარმატებით წავდექით. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა. აღნიშნულ ტურნირში საქართველო 10 გუნდით, აზერბაიჯანი კი 1 გუნდით წარსდგა. გამოვედი 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში. პირველი ჩხუბი 2 რაუნდი ვიჩხუბეთ, ისიც მოვიდა, ცოტა გამიჭირდა. ვიჩხუბე სუფთა ბოქსი. შეხვდა ბათუმელი მოწინააღმდეგე, ძალიან კმაყოფილი ვარ, კაი ბრძოლა ჩავატარე. როგორც ბაკურიანი 2014-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს. ყოველწლიურად გეგმავთ და მინდა რომ ეს ტურნირი ტრადიციული გავხადოთ. დიდი სურვილი აქვს ამას მიიღოს ტრადიციული სახე, ყოველწლიურად ჩავატაროთ ეს ტურნირი. გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით, ციგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.